2024 წლის 29 ნოემბერი, დილის 5 საათი და 10 წუთი. რუსთაველის გამზირი ადგილი, სადაც ევროპული მომავლისთვის მებრძოლი მოქალაქეები ბიძინა ივანიშვილის მიერ მითვისებულ და გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ. სწორედ ამ დროს ჩემს კოლეგას, ტელეკომპანია ფორმულას რეპორტიორ გურამ როგავას პირდაპირ ეთერში ნიღბიანი სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა. ამ ფაქტის შემდგომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო, თუმცა გამოძიება 3 თვეა უშედეგოდ მიმდინარეობს. ჩვენ მოვიპოვეთ მედიაზე თავდასხმის საქმის მასალები, სადაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს, დედაქალაქის მერიას, საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მიმართავს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას მათ მისცენ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები. თითქმის ყველა უწყება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეუბნება, რომ არ არსებობს კამერის ჩანაწერები. შესაბამისად, შეუძლებელია იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც მედიის წარმომადგენლებს ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ და მათზე ფიზიკურად ძალადობდნენ. ამ საქმეში არის კიდევ ერთი საინტერესო გარემოება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, რომ გადასცენ მათ რაციის ჩანაწერები. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ჩანაწერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ინახება. ლულაშვილის უწყება კი ჩანაწერების გასაიდუმლოებას შესაბამისი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლით ხსნის. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების მიმდინარეობისას არც ვაჟა სირაძე და არც თეიმურაზ კუპატაძე გამოკითხვაზე არ დაიბარა. ეს დასტურდება იმ ოფიციალური დოკუმენტებით, რომლებიც ჩვენ მოვიპოვეთ. ამ დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ კაციტაძის უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციით ცდილობდა გაეგო იმის შესახებ, თუ ვინ იყვნენ ის პოლიციელები, რომლებიც მედიის წარმომადგენლებს სასტიკად უსწორდებოდნენ. აქციების მიმდინარეობისას ჩვენ არაერთი კადრი გვაქვს გადაღებული, სადაც ჩანს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების მხრიდან განსაკუთრებული სისასტიკე, არა მხოლოდ მედიის წარმომადგენლებზე, არამედ იმ აქციის მონაწილეების მისამართით, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. მტკიცებულებების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არც ერთი თანამშრომელი არ დაუკავებია.